მოგესალმებით, ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენ ვაგრძელებთ თქვენთან ერთად ანალიზს მოვლენების რეგიონში. ამ მომენტისთვის მდგომარეობა ისეთია, რომ ორი კონკრეტული გადაცემა შეიძლება არ იყოს საჭირო, ხან იქნება, ხან არა, მაგრამ ერთი გადაცემა აუცილებლად გვჭირდება სულ მცირე საღამოს მიმოვიხილოთ, მაგალითად, რა ხდება ამ ომის ფარგლებში და დღეს დავიწყებ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლით, ეს არის ისრაელის მიერ დაწყებული სახმელეთო ოპერაცია ლიბანის მიმართულებით. პირველ რიგში სწორედ მაგაზე ვისაუბრებთ, ამიტომ ჯერ გადავალთ ლიბანის საკითხზე და შევხედავთ იქ ვითარებას. ეს არის ისრაელის რუკა, ხედავთ, აქ არის ისრაელის ტერიტორია და აგერ ეს არის ლიბანი, მაინც გადაცნობთ აგერ თლიანად. ეს არის დედაქალაქი ლიბანის, ბეირუთი, ეს არის სამხრეთ ნაწილი. გუშინ ჰეზბოლაჰმა დაიწყო, ჰეზბოლაჰი არის, ვინც არ იცის, ტერორისტული ორგანიზაცია, რომელიც ირანის მიერ არის მხარდაჭერილი, არის შიიტური განხრის და აქტიურად ფუნქციონირებს სწორედ ლიბანში და ძალიან აქტიურად გუშინ აი ამ რეგიონიდან, აქედან დაიწყეს სროლები ისრაელის მიმართულებით. ამის საპასუხოდ ისრაელმა გუშინ დაიწყო აი ამ ზონაში დაბომბვები ძალიან აქტიურად. დღეს კი დაბომბვები, როგორც ხედავთ, ნაკლებად არის სამხრეთის მიმართულებით, იმიტომ რომ იქ უკვე მიზნები განადგურებულია და ძირითადად გადართულია ამ რეგიონის ჩრდილოეთ ნაწილში. ხედავთ აქ როგორც არის ვითარება, საკმაოდ ბევრი დაბომბვა არის, ხედავთ სხვადასხვა ნაწილში, განსაკუთრებით აქტიურად, დილით მათ შორის, როდესაც ისროდნენ, აი ეს არის, საიდანაც დაახლოებით ისროლეს და აი ეს რაიონები და აქვე უნდა გაგაცნოთ ბარემ რუკაზე, ну აქ გასაგებია, ჰოლანდის მაღლობლები არის ეს ტერიტორია, ხედავთ ისრაელის კონტროლის ქვეშ მყოფი, მაგრამ სამხრეთ ლიბანის მიმართულებით იყო ორი ტერიტორია, რომელიც მათ ისრაელის კონტროლის ქვეშ არის. ერთი არის აი ეს ნაწილი, პატარა განიხილავდან, აგერ საზღვარზე, ძალიან პატარა ნაწილია, უბრალოდ მაღლობი არის და სავარაუდოდ მაგის ტომ არის კონტროლის ქვეშ და მეორე საკითხი არის აი აქ, რეალურად ასევე დასახლებული პუნქტია და უბრალოდ ამაღლებული ესეთი სივრცეა და ამის დათმობა სტრატეგიულად არ იყო მომგებიანი მოკლედ. და მესამე ოდნავ არც შეიძლება არც თქვათ, მაგრამ აგერ ასევე ოდნავ, მაგრამ აი აქ ხედავთ, რომ სიმაღლე არის და მაგიტომ აი ამას აკონტროლებენ. ახლა, როდესაც სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, ძირითადად დაიწყო აი ამ მიმართულებით და ხედავთ, აქ ტანკიც არის უკვე გამოჩენილი. წითლად აღნიშნულია ტერიტორია ლიტანი მდინარე, აი აქ მოდის მდინარე ლიტანი სამხრეთით. ანუ სამხრეთ ნაპირზე, მარცხენა ნაპირზე. შესაბამისად, საინტერესო არის, რომ თუ ისრაელი აი ამ მცირე მონაკვეთს დაიკავებს, აი ამას კეტავს მნიშვნელოვნად ლიტანი გეტამდე, მდინარემდე მდგომარეობას ამ სიტუაციას და სავარაუდოდ მაგითო ჩანს აქ ტანკი, რომ პირველი აქ შეიჭრნენ. სახმელეთო ოპერაცია პრინციპში დაანონსებულია, მე ვფიქრობ, რომ აქტიურად წაიმართება უახლოეს პერიოდში და ისრაელი, როგორც წინა ომებშიც, აი ამ ნაწილში ბუფერულ ზონას შექმნის მინიმუმ აქამდე. შეიძლება ლიტანი, მდინარე ლიტანამდე საერთოდ აქამდეც საკმაოდ ეფექტურად. ისრაელმა უკვე გასცა კონკრეტული ბრძანება, რომ დატოვონ აი ეს რეგიონი მოქალაქეებმა, რადგანაც იქ ჰეზბოლაჰი არის შემოსული ჩრდილოეთიდან და აქედან ისვრის ისრაელის მიმართულებით. გუშინ უკვე იყო სროლა, აგერ ერთი მაგალითი აქ ჩანს, აქ იყო სროლა, აქ იყო სროლა გუშინ, მაგრამ მთელი ჩრდილოეთი იყო თავშესაფრებში, იმიტომ რომ აქედანაც იყო სროლა. ნუ გარდა იმისა, რომ ირანიდან რო სროლები არის, მთელი ცენტრალური სამხრეთ ნაწილი და მთელი ქვეყანა ზოგადად არის ევაკუაციურ რეჟიმში. ამიტომ ჩრდილოეთში მდგომარეობა რომ რთულია, ამის გათვალისწინებით ისრაელმა მიიღო ეგ გადაწყვეტილება. საპასუხოდ იმისა, რომ გუშინ ჰეზბოლაჰმა განაცხადა, რომ ერთვება ომში და აი ამას ეს გახდა რეალური მიზეზი, რის გამოც დაიწყო ესეთი მოქმედებები ისრაელმა. ასევე მნიშვნელოვანია დანარჩენ ლიბანში, როგორც ხედავთ, სტაბილურია მდგომარეობა, მაგრამ მნიშვნელოვანია დედაქალაქ ბეირუთში დაბომბვა, ეს არის ბეირუთი და ბეირუთის აი ეს უბანი კონკრეტულად არის ადგილი, სადაც ცხოვრობენ
ესე იგი, ცხოვრობენ, მუშაობენ, საქმიანობენ ჰეზბოლაჰის წარმომადგენლები შიიტური აი ამ ტერორისტული ორგანიზაციის და აქ არის რიგი დაბომბვა, ახლა ვუყურებთ თქვენთან ერთად. აქ ხედავთ, რომ არის სიმბოლო მკვლელობის, მოკლული არის მოკლედ ერთ-ერთი ირანული შეიარაღებული ძალების მაღალჩინოსანი, რომელიც აქ იმყოფებოდა და კურირებდა, კონტროლირებდა იქ კონკრეტულად გადაადგილებებს და ასე შემდეგ, ანუ ქმედებებს ჰეზბოლაჰის. ასე რომ ჰეზბოლაჰი არის ირანული შეიარაღებული ძალების პროქსი ძალა რეგიონში, ეგ ვინც არ იცის, უბრალოდ ამას ვამატებ. შემდეგ, თქვენთან ერთად, ესე იგი, გვინდა რომ შევხედოთ ვითარებას. აქ კადრები მინდა განახოთ კონკრეტულად, რაც შეეხება აგერ აი აქ მაგალითად აქ ვითარებაზე. აგერ კადრები ბეირუტის. კიდევ უნდა იყოს აქ კადრები, ვეცდები განახოთ აგერ. ეს საკმაოდ დიდი აფეთქებები არის პრინციპში ამ რეგიონისთვის და უნდა ვთქვათ, რომ მდგომარეობა რჩება საკმაოდ კრიტიკული აქ. საინტერესო არის, რომ პრინციპში ჰეზბოლაჰი აცხადებს, რომ ბომბავენ ისრაელის შეიარაღებულ ძალებს, თუმცა წარმოუდგენელი ამბავი არის. ბაზებს იქამდე ვერ ცვლებიან ხოლმე. გარდა ამისა, განაცხადეს, რომ თუ ომი უნდა ისრაელს, კი ბატონო, მაგრამ რანაირად უნდა ომი ისრაელს ამ მიმართულებით, როცა რეალურად ჰეზბოლაჰმა დაიწყო ქმედებები კონკრეტულად ამ მიმართულებით. ისე როგორც ჰუსიტებს მაგალითად არ ბომბავს ისრაელი ახლა, სანამ თვითონ არ ჩაერთვებიან. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში გასაგებია ლოგიკა. და აქ კიდევ საინტერესო არის უკვე ლიბანის პრეზიდენტის განცხადება, რომელიც არ არის ჰეზბოლაჰის ნაწილი პირიქით ეწინააღმდეგება, თუმცა ლიბანს არ ყოფნის ძალა, რომ ჰეზბოლაჰი გააქროს, გაანადგუროს და განაცხადა, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავბლოკოთ, ავკრძალოთ ჰეზბოლაჰი, მაგრამ ნუ არ ყოფნით ეს ძალა უბრალოდ და ვერ აკეთებენ ის. მოკლედ, პირველი თემა დღეს რაც მინდოდა რომ გვესაუბრა არის სწორედ ლიბანის მიმართულება, ერთი სიტყვით ახალი მნიშვნელოვანი მიმართულება ამ ომში და ახლა თქვენთან ერთად უკვე ვუბრუნდებით ზოგად საკითხს, ეს არის უკვე ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესები. და საომარი მოქმედებები გრძელდება, ესე იგი, 5 წუთის წინ, ახლა თბილისის დროით არის 7 საათი, 5 წუთის წინ ნეტანიაჰუმ განცხადება გააკეთა, რომ გააგრძელებენ დარტყმებს ირანზე, 12 წუთის წინ ეს იყო დარტყმა თეირანზე, ვუყუროთ. საკმაოდ დიდი დარტყმა არის, როგორც ხედავთ. იწვის მნიშვნელოვანი, ახლა ვნახავთ რა წერია იქ სახელი, მაგრამ ლოგისტიკური ცენტრიო. რა ლოგისტიკური ცენტრი არ ვიცი ზუსტად. ეს არის ვართავარდ ლოგისტიკური და მხარდაჭერის ცენტრიო. არ ვიცი, შესაძლოა სამხედრო ლოგისტიკური ცენტრი იყოს. სხვა რა უნდა იყოს, არ მესმის ამ შემთხვევაში. ტრამპმა პირდაპირ განაცხადა ასევე, რომ ირანში მოუწოდა, რომ კონკრეტულად ქურთებმა დაიწყონ, ანუ მზად არის ტრამპი, რომ ხარი დაუჭიროს რეჟიმის მოწინააღმდეგე ჯგუფებს, მათ შორის ქურთულ ძალებს ირანის ტერიტორიაზე, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით. ანუ პროქსი ძალები, იქაური ჯგუფები, მათ შორის ქურთებს, რომ იარაღი მიაწოდოს. მოკლედ, ეს საკითხი დგას დღის წესრიგში. გარდა ამისა, 15 წუთის წინ აფეთქებები იყო ბაჰრეინში, გრძელდება ბაჰრეინში ეს მდგომარეობა ასევე 15 წუთის წინ ვნახეთ, რომ თავდასხმა იყო ექსპერტების შენობაზე ქალაქ ქომში. ქომი არის რელიგიური ცენტრი ირანში, თეირანიდან წოდნავ სამხრეთით და ქალაქ ქომში დაბომბილია, ესე იგი, ექსპერტების შენობა
ეს ექსპერტების შენობა არის ადგილი, სადაც ირჩევენ ახალ აიათოლას. ხოლო ეხლა ამ შენობაში უაჭველი ვეღარ აირჩევენ. ესეც სიმბოლური ბრძოლა არის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ შორის, იმიტომ რომ რეჟიმის შენობები, როგორც ხედავთ, გაანადგურეს. ვაგრძელებთ 17 წუთის წინ იყო თავდასხმა ჰესას ავიაბაზაზე, კონკრეტულად ისპაჰანთან ახლოს, აგერ ქალაქი ისპაჰანი, ისპაჰანიდან ჩრდილოეთით აქ ბაზაზე. საინტერესო არის ეგ. 17 წუთის წინ ისრაელმა ასევე განაცხადა, რომ იწყებს ახალ ტალღას დაბომბვების. ეს არის 17 წუთის წინ ასევე პოლიციის შენობა, ნახეთ რომელ რაიონში. საინტერესოა ეს ადგილი რატომ. აქ არიან ქურთები. აქ ცხოვრობენ ქურთები, აგერ ერბილი. ანუ ეს არის ზუსტად ის ადგილი, სადაც ირანის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ქურთები. და დარტყმები აქ პოლიციის შენობაზე ნიშნავს აი ამ აჯანყების მხარდაჭერის ლოგიკას. ნახოთ ვიდეო. გარდა ამისა, პრინციპში, შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ ირანის საერო სივრცეს და შეგვიძლია ნებისმიერი დარტყმები მივაყენოთ ირანს. ამ მომენტისთვის ისრაელის მედიის ინფორმაციით 18 ადგილას არის დავარდნილი ბალისტიკური რაკეტების ნარჩენები ისრაელის ტერიტორიაზე. ეს ნარჩენები საკმაოდ სახიფათოა, შეიძლება ნახევარი ოთახის ხელა იყოს დაახლოებით. დარტყმები გრძელდება აქვე სამხრეთით, ხედავთ, იგივე ქურთებით დასახლებულ რეგიონებში. დარტყმის შედეგად დაღუპული არის ღოლამ რეზა რაზაიანი, ეს არის კონკრეტულად პოლიციის ძალების ერთ-ერთი წარმომადგენელი დაზვერვის. ესე იგი, დარტყმები გახორციელდება ასევე თეირანის მიმართულებით, მეჰრიბადის აეროპორტის მიმართულებით, აგერ ეს მეჰრიბადის აეროპორტი ქალაქის შიგნით მდებარეობს, სამხედრო აეროპორტი არის რეალურად. მანამდე ქარაჯის მიმართულებით იყო არა მხოლოდ დარტყმები, არამედ ევაკუაციის ბრძანება გაიცა აქ. ძალიან საინტერესო ეს პირველი ბრძანება არის ისრაელის მიერ ევაკუაციის ამ რეგიონში. სავარაუდოდ სერიოზულ დარტყმას გეგმავენ და გაქრობას ალბათ ამ რეგიონის იმდენად მნიშვნელოვანი ჩათვალეს, რომ გაფრთხილება გაეცათ. ეს არის ქომში დარტყმების შედეგი, როგორც გითხარით, რელიგიურ ცენტრში, ხედავთ აქ ვითარებას. ესე იგი, პრინციპში აფეთქებები თეირანში გრძელდებოდა, ხედავთ უკაზეც, თეირანი აქტიური წერტილი არის. ქარაჯის დღეს იყო აფეთქებები, ხედავთ. ხო, ეს ვცდილობ, რომ მაქსიმალურად საინტერესოდ, დეტალურად, ფოტოებით, უკაზე ასე მოგაწოდოთ ინფორმაცია და ხედავ, რომ ძალიან მოგწონთ თქვენ ეს ძალიან ახარებს, რა თქმა უნდა. და არ გვაუწყდება ძვირფასო მაყურებლებო, ამ უეჭველი თქვენი მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამის კონკრეტული ქმედება არის მოწოდება ამ ვიდეოს, დალაიქება, გამოწერა არხის და კომენტარების დაწერა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არხის შემდგომი განვითარებისთვის. ვაგრძელებთ და რუსეთმა განაცხადა 1 საათის წინ, რომ წყვეტს საკუთარ საქმიანობას ბუშერის ატომურ ელექტროსადგურზე და ახორციელებს საკუთარი 600 თანამშრომლის ევაკუაციას აქედან. ეს ძალიან საინტერესო ამბავი, რატომ? იმიტომ რომ ბუშერის ატომური სადგური, რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკული ინფრასტრუქტურა არის და ნებისმიერი იქ ქმედება შეიძლება აღმოჩნდეს ძალიან საზიარო. თუმცა ის, რომ რუსეთი ტოვებს ბუშერს, რომელიც მისი ოპერირების ქვეშ არის, ძალიან უცნაური გადაწყვეტილებაა, მოკლედ. რას გულისხმობ უცნაური, რომ რუსეთი მხარდაჭერის ნაცვლად ირანის საკუთარი მოკავშირეების მიმართ პირიქით აქეთ ევაკუაციას აპირებს საკუთარი თანამშრომლების იქედან.
დარტყმები პრინციპში გრძელდებოდა დამამის მიმართულებითაც იყო დღეს დარტყმები. დამამი არის აგერ აქ ერთ-ერთი მსხვილი ქალაქი საუდის არაბეთის ნაპირზე. ქუვეიტის მიმართულებით ელექტროენერგიის მომარაგების პრობლემა გვაქვს. იორდანია აღადგინა გარკვეული ფრენები, ეს არის მნიშვნელოვანი. თეირანის მიმართულებით თავდასხმები გრძელდება. ტრამპმა ასევე გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება დღეს, რომ ირანმა დაკარგა საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, ფლოტი, საკუთარი ლიდერები და ახლა უნდათ მოლაპარაკებებიო და ამის შემდეგ უნდა მოლაპარაკებებიო და ეს იყო მე ვუთხარი, რომ ეს არის უკვე გვიანი. ძალიან საინტერესო არის ეს ინფორმაციაც. სერიოზული თავდასხმა იყო 2 საათის წინ თეირანში, კონკრეტულად ისლამური რევოლუციის გუშაგთა დამცველების ამ კორპუსზე. გაერთიანებული არაბული საამიროები აქტიურად მუშაობენ იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს შემდგომი თავდასხმების. კუნძულ კიშზე აქ მდებარეობს აეროპორტი არის და მან დაბომბვა მოხდა, ვუყუროთ კადრებს. ეს არის დაბომბვები თეირანში. გაერთიანებული არაბული საამიროების თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი დარღვევა ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის გამოიწვევს, ესე იგი, საპასუხო ქმედებებს და სრული რეზერვები გაგვაჩნიო საჭირო, რომ ნებისმიერ საჰაერო პრობლემას ესე იგი, ანუ საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რა ეს რაკეტების რაოდენობა გაგვაჩნიო საკმარისი. მნიშვნელოვანია 17,000 მგზავრის ევაკუაცია მოხდა დაახლოებით საამიროებიდან 60 ფრენის მეშვეობით, ანუ ოდნავ დეესკალაცია მოხდა გარკვეულწილად. მეზობელ ქვეყნებთან კოორდინაციაში განახორციელეს ეს. ისრაელის ძალები აცხადებენ, რომ თავდასხმის ქვეშ იმყოფება და დარტყმები მიაყენეს ირანის მაღალჩინოსნებს, მოქმედს. ბუშერში, სადაც ატომური სადგური არის, აგერ ატომური სადგური და იქვე ბაზა არის, არც თუ ისე შორს. დარტყმები არის მიყენებული. ვაგრძელებთ და ეს არის ასევე ბუშერში აფეთქებების კადრები. ეს უბრალოდ თეირანში არის, ეს ისპაჰანში და ეს ბუშერში. საერო თავდაცვამ გაერთიანებული არაბული საამიროების 186 ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო ჯამში, 172 ჩამოგდებული არის და 13 ზღვაში ჩავარდა და ჩამოგდების საჭიროება არ იყო. გარდა ამისა, ბრიტანეთმა გააგზავნა აგერ კვიპროსზე საკუთარი ფლოტის 2 გემი, კონკრეტულად და კიდევ 2 გემი გააგზავნა საბერძნეთმა კვიპროსზე თავდაცვის მიზნით, იმიტომ რომ აქ იყო საკმაოდ რთულად არის მოკლედ კვიპროსზე მდგომარეობა, იმიტომ რომ არ ელოდა კვიპროსი აი ამ ომში ჩათრებას. აქ საჰაერო თავდაცვის ნიშანი რომ არის, ეგეც საინტერესოა. საფრანგეთმა განაცხადა, რომ კვიპროსზე აგზავნის საჰაერო თავდაცვის და დრონების თავდაცვის სისტემებს და ესეც მნიშვნელოვანი ნაწილია აი ამ თავდაცვის შესაძლებლობების. კატარის მიმართულებითაც იყო თავდასხმა ჰამადის საერთაშორისო აეროპორტზე და გრძელდება მოკლედ ყურეში თავდასხმები ხედავთ საუდის არაბეთი, ბაჰრეინი, კატარი, საამიროებიც, თუმცა საამიროები ოდნავ დამშვიდდა, სავარაუდოდ იქ დიპლომატიური პროცესებიც მიმდინარეობს. გარდა ამისა, ეს ხო, საამიროები დამშვიდდა თქო, აქეთ ნაპირს გულისხმობ, მაგრამ აი აქ რატომღაც დარტყმა მიაყენეს ირანელებმა მოკლედ და აგეთ
ამ რეგიონს ქვია, ქალაქს ქვია ფუჯაირა. შემდეგ ესე იგი ბაჰრეინში ასევე იყო განგაში ალუდეიტის მიმართულებით ისევ დრონები გამოუშვეს, ეს არის ბაზა ამერიკული ქუვეითში. საუდის არაბეთმა დაგმო ამერიკულ საელჩოზე რიადში, დედაქალაქში საუდის არაბეთის თავდასხმა, ირანმა დრონებით დაარტყა საუდის არაბეთის დედაქალაქში ამერიკულ საელჩოს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტომ გაეროს დანაყოფია განაცხადა რეალურად მნიშვნელოვანი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნამდვილად დაბომბილი არის ნატანზში ირანული ბირთვული პროგრამა. გუშინ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკელებმა და ებრაელებმა ერთად დაარტყეს ნატანზს. ორი სიტყვით გეტყვით, რომ ნატანზი არის ყველაზე მსხვილი ბირთვული ობიექტი ირანის ტერიტორიაზე ურანის გამდიდრების მიმართულებით. საკმაოდ ბევრი ცენტრიფუგა გააჩნია, შეიძლება ქართულად რაიმე სხვა ტერმინს იყენებენ ამისთვის, არ ვიცი, დანადგარი, მოკლედ სპეციალური, მაგრამ ზოგადად ცენტრიფუგების სახით არის ცნობილი, მოკლედ. და ნატანზი მიწის ზემოთ არის, ანუ მიწაზე დგას, მოკლედ რა. ძალიან ცოტა არის იქ მიწის ქვემოთ ნაწილი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთი არის ფორდო, რომელიც არის მიწის ქვეშ, მთაში რეალურად და იმის დაბომბვა იყო აი 12-დღიანი ომის დროს. რამდენად განადგურებულია, დიდი კითხვა. კიდევ ერთი არის არაკის ესე იგი მძიმე წყლის ცენტრი და არის ბუშერი. რეალურად გარდა ამისა კიდევ არის თეირანში და ისპაანში კვლევითი ცენტრები. მეტი განსაკუთრებული არაფერი არის აი ამ ბირთვულ პროგრამაში, საჯაროდ რაც ვიცით. ხო და ნატანზი ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპში, ყველაზე ფართო ნამდვილად დაიბომბა, თუმცა არანაირი რადიაციული ფონის ცვლილება არ არის დაფიქსირებულიო. ეს არის საინტერესო ინფორმაცია. საფრანგეთი მზად არის დახმარება გაუწიოს ესე იგი აი ამ ქვეყნებს თავდაცვაში, თუ ესეთი მოწოდება იქნება. ისრაელი აცხადებს, რომ მზად არის, რომ კვირეების განმავლობაში გააგრძელოს საკუთარი ოპერაცია საბოლოო ჯამში. ამერიკელები მოუწოდებენ საკუთარ პერსონალს ბაჰრეინიდან, იორდანიიდან და ირაკიდან, რომ დატოვონ ოჯახის წევრების ევაკუაცია მიმდინარეობს. ამერიკული ცენტრალური სარდლობა აცხადებს, რომ აგრძელებს თავდასხმების დარტყმებს ირანის ესე იგი ბირთვულ პროგრამაზე, ისე როგორც დრონებზე და ბალისტიკურ პროგრამაზე და ასევე ისლამური რევოლუციის მუშაკთა კორპუსზე. ეს იყო ასევე თავდასხმა დუბაიზე, ოღონდ 12 საათის წინ, ანუ გვიან ღამე რეალურად. საკმაოდ მძიმე დარტყმა არის. ეს ერბილში არის სააერო თავდაცვამ ამერიკულმა ერბილში ჩამოაგდო დრონი, რომელიც მოდიოდა ამ მიმართულებით. ესე იგი, საბოლოო ჯამში აქ შეგვიძლია შევაჯამოთ, რომ და ტრამპის განცხადებაც არის საინტერესო, ჩვენ მზა ახლოს ვართ ჩვენი მიზნების მიღწევისგან. საბოლოო ჯამში რომ შევაჯამოთ, ომი გრძელდება, ომი გაფართოებულია, მოდით თლიან სურათს შევხედოთ კიდევ ერთხელ. ომი გაფართოებულია, პროცესები გრძელდება, განსაკუთრებით აქტიურია პრინციპში ლიბანის მიმართულება, რომელიც გააქტიურდა, რეგიონში ომი გრძელდება, ოდნავ უფრო სტაბილური გახდა ვითარება იმ მხრივ, რომ უკვე შოკის ეფექტი ნაკლებია და ეხლა უკვე გაცილებით პროგნოზირებადი ხდება მოქმედებები რეგიონში, ცხადია საომარი მოქმედებები გრძელდება, გაგრძელდება სავარაუდოდ კიდევ გარკვეული ხანი. და პრინციპში პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ეს ერთთვიანი ფანჯარა საკმაოდ ლოგიკურია, რაზეც საუბარია, ერთი თვეს უმცირე შეიძლება ომი იყოს. და პარალელურად გეტყვით, რომ მე შევეცდები, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად საჭიროებისამებრ, როგორც კი იქნება მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ახლა არამნიშვნელოვანი ინფორმაციაზე არც მე შეგაწუხებთ და არც საკუთარ თავს იმ გაგებით, რომ მოვამზადო ესეთი ნაკლებად საინტერესო მიმოხილვა. ამიტომ როგორც კი არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,
მოვამზადებ ანალიზს და გაგიზიარებთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც უფრო მოგეწონებათ ის ანალიზი, სადაც ბევრ სიახლეს იგებთ. ის რომ ომი გრძელდება, ეს ვიცით ახლა ყველა წვრილმანზე საუბარს აზრი არა აქვს. მოკლედ კონტექსტი გასაგებია, როგორც კი ახალი ინფორმაცია იქნება, დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. არ გვაუწყდება მოწონება ვიდეოს, კომენტარების დაწერა, შეხვდებით შემდეგი ანალიზის დროს.